ამ შუაღამისას გადავხედე ანიკას სკოლის მენიუს და თურმე ხვალ არც ერთი კვება არ ეჭმევა. ამიტომ უნდა გავამზადო ახლა საუზმეც, სადილიც და სამხარიც. სულ ვცდილობ ანიკას ფრესკულში ისეთი რაღაც გავატანო, რაც უყვარს და თან იქაური საჭმლის მსგავსიც იქნება. ამ შემთხვევაში საუზმედ ხაჭოს მაჭკატები გადაწყდა, რომელსაც ძალიან მარტივად ვაკეთებ. ერთ შეკვრა ხაჭოს ვუმატებ ჩაქარს, კვერცხს, ვანილს და უგულტენო ფქვილს ოღონდ თვალის ზომით. მე თავიდან რატომღაც ჩანგლით ვურავ ხოლმე, მე რო ხვდები რომ არაკომფორტულია და გადავდივარ სათქვებზე. მაგრამ აქ სათქვებმაც არ გამიმართლა და გაწყდა. ამიტომ ნორმალური სათქვებით ჩავანაცვლე. ძალიან ცოტა ცხიმში შემწვარი ხაჭოს მაჭკატები მოვათავსე ანიკას ჯადოსნური კონტეინერის პირველ სართულზე და გადავედი წვნიანის გამზადებაზე. საბედნიეროდ ანიკა ის ბავშვია, რომელსაც წვნიანები ძალიან უყვარს. ოღონდ ვერ იტანს, როცა ამ წვნიანში ბოსტნეულის ნაჭრები ან მწვანილი დაცურავს. ამიტომ რომ არ ვითევზაო და ვწურო, ვხარშავ ხოლმე ასე მთელ-მთელს და მერე ვუმატებ უგლუტენო მაკარონს. წვნიანის ჩავასხი სადილის კონტეინერში, ანუ მეორე სართულზე და გადავედი სამხრის მზადებაზე. გემრიელად შემწვარი ქათმის ფილე ანიკას ერთ-ერთი საყვარელი საჭმელია. რადგან საფანელი გლუტენიანია, ამიტომ მას ვანაცვლებ ჩოფერში დაქუცმაცებული სიმინდის ბურბუშერით. ქათმის ეგრეთ წოდებული ნაგეცები ჩავდე მესამე სართულზე და რა თქმა უნდა არ უნდა დამავიწყდეს პური ყოველი შემთხვევისთვის. იქნებ მოუნდეს. ამ ყველაფრის გასამზადებლად დაახლოებით საათი-საათნახევარი დამჭირდა.